სადაც ჩვენი გმირი ფეხბურთელები იმყოფებიან შემოვა თავისუფლების მოედანზე. რამდენიმე წუთი რჩება, შევეგებოთ მათ მხიარულად. დღევანდელი დღე დამეთანხმებით, რომ ისტორიული დღეა. ევრო 2024-ზე ჩვენი ქვეყნის ძალიან წარმატებული დებიუტის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ სამშობლოში, სწორედ თქვენთან შესახვედრად. სანამ ბიჭები შემოგვიერთებიან, მოკლედ მოგახსენებთ თუ რა შედეგით დაბრუნდა საქართველოს ნაკრები. საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ერთა ლიგის ნახევარფინალში დაამარცხა ჯერ ლუქსემბურგი, შემდეგ კი ფინალში პენალტების სერიით ძლია საბერძნეთს. კარგად გვახსოვს ყველას ეს მომენტები. 26 მარტი ეს არის ისტორიული დღე. ჩვენი ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. და დაიწყო ზღაპრის წერა, ისტორიის წერა და აქ დაიწყო ჩვენი ქართული ზღაპარი. ეს იყო სადებიუტო თამაში ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრებთან, სადაც ჩვენ გავიტანეთ ისტორიაში პირველი გოლი. ეს გააკეთა გიორგი მიკაუტაძემ. შემდეგ იყო პირველი ფრე ჩეხებთან. და შემდეგ იყო კიდევ ერთი ისტორიული დღე 2-0 პორტუგალიასთან. შემდეგ კი 16 საუკეთესო გუნდ შორის მოვხდით. კონტინენტის 16 საუკეთესო გუნდ შორის. სწორედ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფონდმა ქართულ და პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 30 მილიონი ლარი გადასცა. ახლა კი გადავხედოთ ჩვენი ბიჭების პერსონალურ მიღწევებს. გერმანია, დანიის და ინგლისის სლოვაკეთის შეხვედრამდე გიორგი მიკაუტაძე ტურნირით ბომბარდირთა გავას ერთპიროვნულად ლიდერობდა. თუმცა მას შემდეგ დაეწიენ ჯამალ მუსიალა და სლოვაკი ივან შრანცი და ეხლა 23 წლის ქართველი გათამაშების თანაბომბარდირია მიკაუტაძე. გიორგი მიკაუტაძე. მან ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ბოლო 9 თამაშიდან 8-ჯერ გაიტანა. საერთო ჯამში კი 29 შეხვედრაში ნაკრებში 13 გოლია გატანილი და ყველა დროის ბომბარდირთა გავაში მეხუთეა ის მხოლოდ შოთა არველაძეს, თემურ კეცბაიას, ხვიჩა კვარაცხელიას და ალექსანდრე იაშვილს ამორჩება. აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ კონტინენტის პირველობაზე მთელი ისტორიის მანძილზე ჯგუფურ ეტაპში სამივე თამაში 3 გოლი, ანუ ყველა თამაში გოლი გატანილი აქვს მხოლოდ 8 ფეხბურთელს და თუ იცით ამ 8 ფეხბურთელს ვინ შეუერთდა წელს? გიორგი მიკაუტაძე. ვის გვერდით მოიხსენიება გიორგი? მიშელ პლატინი, ალან შირერი, ხრისტო სტოიჩკოვი, სავო მილოშევიჩი, რუდვან ნისტელროი, ილან ბაროში, გარეთ ბეილი და კრისტიანო რონალდო და გიორგი მიკაუტაძე. საფრანგეთისა ინგლისის ნაკრების მოთამაშეებსაც კი აჯობა, მათ 2 გოლი აქვს გატანილი. თქვენ კი იცით, რომ გიორგი მიკაუტაძემ გაიტანა 3 გოლი. საოცარი შედეგი აჩვენა მამარდაშვილი და მიკაუტაძე თითქმის ყველა ვებგვერდის და გამოცემის ვერსიით შედიოდა ევროპის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში. და გვიახლოვდები ავტობუსი, უკვე ჩვენი ნაკრები ძალიან ახლოს არის ჩვენთან. ჩეხეთის ნაკრებმა მამარდაშვილის კარში 12-ჯერ დაარტყა. 12-ჯერ დაარტყა და მხოლოდ ერთხელ გაიტანა. საოცარი შედეგი აჩვენა გიორგიმ და ავტობუსი უკვე მოგვიახლოვდა. ჩვენი გუნდისთვის თამბეჭდავი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შემდეგ მამარდაშვილის და მიკაუტაძის გარდა სხვადასხვა ძალიან ბევრმა ჩვენმა ფეხბურთელმა დაიმკვიდრა გამორჩეული ადგილი. გიორგი ჩაკვეტაძე 12 მოგებული ორთაბრძოლა. ხვიჩა კვარაცხელია დრიბლინგების რაოდენობით მხოლოდ უსმან დემბელეს და ჯერემი დოკუს ამორჩებოდა. საკუთარი კარის ხიფათის განმურტვის მაჩვენებლით გურამ კაშია და ლაშადვალი მეორე-მესამე პოზიციაზე. პორტუგალიის ნაკრები, რომელიც ჩვენებმა დაამარცხეს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში, გავიდა ზედიზედ მერვეც. კრისტიანო რონალდო კი კონტინენტის პირველობის ისტორიაში
29 შეხვედრაში 14 გოლის და 7 საგოლე პასის ავტორია და მაჩვენებლით რეკორდსმენი გახლავთ. რონალდუსის 50-მე თამაში იყო 28-ჯერ ევროპა, 22-ჯერ კი მსოფლიო ითამაშა მან. რობერტო მარტინესი კი ოფიციალურ შეხვედრებში პორტუგალიის ნაკრების მთავარი მცველის რანგში პირველად სწორედ საქართველოს ნაკრებთან დამარცხდა. ძალიან ახლოს არიან ჩვენი ბიჭები. შევეგებოთ ოვაციებით მან, ძალიან ახლოს არიან. საქართველოს ნაკრებმა ბოლო 13 მატჩიდან გოლის გატანა მხოლოდ ერთხელ საბერძნეთთან UEFA-ს ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში ვერ შეძლო. და იმ 4 შეხვედრიდან, სადაც საქართველოს ნაკრებმა ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე 2-ში თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი დაასახელეს ჩეხეთთან გიორგი მამარდაშვილი, პორტუგალიას და ხვიჩა კვარაცხელია. წარმოუდგენელი მაჩვენებლები გვაქვს. გვიახლოვდება ჩვენი ეროვნული ნაკრები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბიჭებს. მამარდაშვილი ბოდიში 30 სეივით ფრანცესკო ტოლდოს, ლუის არკონადას, პეტერ შმეიხელს გადაუსწრო. და აუცილებლად თქვათ ისიც, რომ მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში აღებული ბურთებით არ გულისხმობს ლევანდელ ტურნირს, მხოლოდ ისტორიის მანძილზე აღებული ბურთებით იკავებს მეორე ადგილს. და მაგ ყველაფრის გარდა აბსოლუტურად ყველამ გამოარჩია ქართველი გულშემატკივარი. იქაც და აქაც. მოდი კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რა შეუძლია ქართველ გულშემატკივარს. საქართველოს გაუმარ! 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 ნაკრები გვიახლოვდება, თუმცა სავსეა მთელი ეს ტერიტორია და ამიტომ მათ ცოტა გაუჭირდა ჩვენამდე მოსვლა, თუმცა ველოდებით წუთი-წუთზე იქნებიან ჩვენი ბიჭები აქ თქვენთან შესახვედრად და მოემგზავრებიან და მათ ეხა სიბილითაც არ გაუჭირდებათ მოსვლა, მაგრამ ძობია ავტობუსით მოვიდნენ. რა თქმა უნდა, აპლოდისმენტები გავაგონოთ ჩვენი ხმა ბიჭებს. მე ვარ საქართველო. ეს იყო საოცარი ზეიმი ქართული ფეხბურთის, ქართული სულის. ჩვენ დავწერეთ ისტორია, ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ ეს და მრავალი წელი მოვდიოდით აქეთ. ამ თაობამ ფეხბურთელებისა წასულ ჩააბარა უიმედობა. ჩვენ ოპტიმისტები ვართ, ჩვენ გვჯერა გაუმარჯოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს ის, რომ ჩვენ ყველას ერთად დაგვიბრუნეს გამარჯვების რწმენა. ქომაგები, ასეთი ერთიანები მგონი ჯერ არასდროს არ ყოფილვართ. მადლობა მათ ამისთვის და მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი სახელი კონტინენტის პირველობაზე სწორედ ასე წარმოაჩინეს, დაამახსოვრეს ყველას თავი და მსოფლიო მედია ალაპარაკეს. მე ვნახე ძალიან ბევრი უცხოელი გერმანიაში, ჰამბურგში საქართველოს ნაკრების მაისურები და ატრიბუტიკით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოვიპოვეთ საყოველთაო აღიარება, ჩვენი ბრძოლით, ჩვენი თავგაწირვით. ბიჭები ახლა უკვე მოემზადებიან, დაიწყებენ, რა თქმა უნდა, დასვენების შემდეგ მომზადებას მსოფლიოსთვის და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი წარმატებაა და ჩვენი გვერდში დგომა მათ აუცილებლად დასჭირდება. დაუბრუნდებიან თავიანთ კლუბებს, ზოგი გადავა კიდევ უფრო კარგ გუნდებში, ბევრი ტრანსფერები გვექნება. იწერება ამის შესახებ ძალიან ბევრი. სავსეა თავისუფლების მოედანი, როგორც ხედავთ, სავსეა რუსთაველის გამზირი და ჩვენი ბიჭები წესით უკვე უნდა მოსულიყვნენ, თუმცა ძალიან უჭირთ მათ. მე ვხედავ უკვე ნაკრების ავტობუსს. მე მგონი ეს ავტობუსია, კი რაღაცა ანათებს ყოველ შემთხვევაში. ხედავთ, მოდიან. შევხვდეთ ბიჭებს. პირველივე სადებიუტო სეზონში ჩვენმა გუნდმა მოახერხა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლა, რაც უნიკალური მიღწევაა.
ეს რამდენიმე გუნდს გამოუვიდა ფეხბურთის ისტორიაში. ალბათ არავის ჯეროდა პორტუგალიასთან ჩვენი ასეთი წარმატება, გამარჯვება და 2-0-ით დამარცხება ევროპის ჩემპიონატის ფავორიტი გუნდის. და შემდეგ მე მახსოვს ძალიან კარგად პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთთან ჩვენ ვიყავით უკმაყოფილო. ეს ესე იყო. საქართველოს გაუმარ! 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 შევეგებებით ეხლა ჩვენ ფეხბურთელებს, რომლებიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ძალიან მაგარი გადაწყვეტილება. მათ შეეძლოთ წასულიყვნენ თავიანთ გუნდებში. მაგრამ სრული შემადგენლობით ჩამოვიდნენ აქ იმისთვის, რათა შეგხვდეთ თქვენ და მადლობა გითხრამ პირადად. ყველა ინტერვიუში ბიჭები ხაზგასმით აღნიშნავენ გულშემატკივრის როლს. ისინი მადლობას უხდიან, რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანს, ვინც გერმანიაში ჩავიდა და იმოგზაურა მათთან ერთად სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ასევე ამბობენ, რომ ქართველი გულშემატკივარი, რომელიც საქართველოდან ამხნევებდა მათ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს მათთვის და ყველა შეხვედრაზე ეს არის გადამწყვეტი. ხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მაგარი გამოხმაურებები ჰქონდა, არა მხოლოდ სპორტული გამოცემებისგან, არამედ BBC, CNN, რა ვიცი, ყველა საუბრობდა და ესეთი სათაურებიც იყო. ქართველებო, სად იყავით ამდეხარ? ეს არის ჩვენი ადგილი, სადაც ჩვენ ვართ ევროპის ჩემპიონატზე. ძალიან გქონთ უკანა მხრიდან უაწყვებით, ვინაიდან წის უპატარებისგან ამ ბავშვები და ლეტა არ გამოიწვიოთ, მოუწყვეთ ერთმანეთს, აქაც გამოვიჩინოთ ელცულოვნება და გულისხმიერება. ნახევარი ნაბიჯი უკან გადადგით, თუ შეიძლება. მთელი ამ დღეების მანძილზე ჩვენ გაგვაერთიანა მთელი ქვეყანა ფეხბურთმა. ვერ ყვეოდით, არ ვერ ყვეოდით, კარგად ვიცოდით, თუ არა ყველა საუბრობდით ფეხბურთზე. დამესახები ხო და ყველა მეტნაკლებად უკვე გათვითცნობიერებულია ყველანაირ წესში, ასაკის მიუხედავად. ძალიან ბევრი ადამიანი ჩავიდა გერმანიაში. ჩამოვიდნენ უცხოეთიდან, ოჯახები, ჩვენი ნაკრების ხარდასაჭერად. რომლეთ რაღაც ისეთი ემოციები თავართ ყველანი დატვირთულები და ეხლა კულმინაციას ველოდებით. ჩვენი ხმა მთელ რუსთაველის გამზირზე ისმის და თავისუფლების მოედანზე, ამიტომ შეკრებილ ქომაგებს მინდა გთხოვოთ, რომ ცოტა დავუთმოთ გზა ნაკრებს, რომ მოაღწიოს ჩვენამდე, თორე ძალიან უჭირთ მოსვლა. და ჩვენ კი გავაგონოთ რუსთაველზე შეკრებილმა აპლოდისმენტები, დავა! ხმა ნაკრებს. ესმით ალბათ ჩვენი გვიახლოვდებიან. სულ მალე აი აქ გამოვლენ ბიჭები. გადაკეტილი და სამწუხაროდ გადაუკეტეს გზა. ყველას უნდა, რა თქმა უნდა, შეხვედრა ჩვენ გმირ ბიჭებთან, რომლებმაც ასეთი სიხარული მოუტანეს საქართველოს. მესმის რომ ეს ფეხბურთია, სიგიჟეა, მაგრამ ბიჭები უნდა გამოვატაროთ. გამოუშვით ბიჭები ჩვენსკენ. თუ შეიძლება. საოცარი. არა, იცით რა ეხა რთულდება სიტუაცია, უნდა გამოვატაროთ. სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აქვს საქმელი თქვენთვის, ჩვენი ტელემაყურებლისთვის, აქ შეკრებილი გულშემატკივრებისთვის, ასე რომ ბიჭებო, გელოდებით. პარლამენტთან არის უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების ავტობუსი და ქომაგები იმეც ვიტოვებთ, რომ მალე გაუხსნიან გზას. მე მგონი ვერტფრენით უნდა დავდეს, ხო? მაგრამ წარმოუდგენელი განწყობა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს აქ ხართ ჩვენთან ერთად, ვინც ელოდებით ჩვენს ფეხბურთელებს და რამდენიმე წუთში ჩვენ მათ უკვე ნახავთ სცენაზე. მართალი გითხრათ, ჯერ კიდე კარგად ვერ ვაცნობიერებ იმას, რასაც მივახციეთ. ეს ჩვენას ვილაპარაკეთ ციფრებია. ამის უკან დგას დიდი შრომა, ერთმანეთის სიყვარული ამ ბიჭების, ერთიანობა, საოცარი თავგანწირვა, ყველა ბურთისთვის ბრძოლა მოედანზე, რამაც მიგიყვანა ამ შედეგამდე. საოცარი მუხტი იყო ჩვენი ნაკრების ირგვლივ
ავტობუსი არ ჩანს. როგორც მეუბნებიან, პარლამენტთან არის ავტობუსი უკვე, თუმცა კომაგების დიდი ნაწილი მას აი, ხედავ. არ უშვებს ჩვენამდე. თუ პატარებსაც ხედავ, მამების კისრებზე, ამხედრებულებს. წინა რიგებში აგერ სახედახატული გოგოები, დროშები და ასე შემდეგ. ჩვენმა გუნდმა დიდი სიყვარული დაიმსახურა. ეხლა ამას მოყვება. სურველები გაიზრდება ფეხბურთში ვარჯიშის დაწყების სურველები და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი და მეტი წარმატება ექნება საქართველოს და ჩვენს ნაკრებს. დიმა, მოდი შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც აქ არიან. რა ელოდებათ სექტემბერში ჩეხეთთან დაპირისპირებას გულისხმობ? ხო, ნუ ჩვენ ერთა ლიგა ცალკე თემაა, ალბანეთი, ჩეხეთი, უკრაინა და ჩვენ უკვე ისეთი გუნდი გვყავს, რომ პირდაპირ შესარჩევიდანაც შეიძლება რომ გავიდეთ. სავსეა მთელი თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი. ბიჭებთან ერთად ძალიან დიდი მადლობა თქვენს. ხო, ნუ სიამოვნებით ვისაუბრებთ კვლავ თქვენთან. ოღონდ ჯობია რომ გუნდი დროზე მოვიდეს. ოღონდ ჯობია რომ ბიჭებთან ერთად ვისაუბროთ. რა თქმა უნდა. აი მამარდაშვილის მაისურსაც ხედავთ. მამარდაშვილის მაისურიც ჩვენთან არის. არა, გიორგიმ რევოლუცია მოახდინა მართლა. მან თქვა ბაიერნის ინტერესი არის გამოხატული და მან თქვა რომ მე არაფრით არ შევეგუები სათადარიგოთა სკანზე ჯდომას. რა თქმა უნდა გიორგი მამარდაშვილი ნებისმიერ გუნდში ნომერ პირველი მეკარე უნდა იყოს. და რა თქმა უნდა ყველა მოთამაშე იგივე აბარა იგივე ეხება ყველას აბსოლუტურად. ეხა იქნება მაგარი ცვლილებები ზოგი გადავა სხვა გუნდებში თუ შეელია მათ თავიანთი ძველი გუნდები ძნელია ესეთ მარგალიტებს შეელიო ნამდვილად. მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა რომ ნაკრები ძალიან ძლიერი გყავს და უფრო ძლიერი გვეყოლება. გთხოვთ კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველამ ნახევარი ნაბიჯით, ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეთ. ნახევარი ნაბიჯით უკან დავიხიოთ, იმიტომ რომ ძალიან პატარა ბავშვები არიან. წინ პატარები დგანან, ცოდვები არიან. გაიწიეთ თუ შეიძლება. დაიხიეთ, ძალიან გთხოვთ, ყველამ უკან არიგებს ეხება. ცოტა გაიწიეთ, გთხოვთ. ჩვენმა ბიჭებმა ბოლო დღეების მანძილზე ყველა დაგვარწმუნა იმაში, რომ ოცნებები არ არსებობს ოცნება, რომელიც არასრულდება, თუ რა თქმა უნდა გვინდა, თუ გწამს და თუ ჩვენ მიზნისკენ ერთად ვიბრძოლებთ და მედია უნდა გაგრძელდეს ასეთი შემართება. რაც შეეხება იმ ფრაზას, რომელიც ყველას უყვარს და ზღაპრის ბოლო კეთილია, ეს არ არის ბოლო, ეს არის დასაწყისი. რა თქმა უნდა. დღეს ვიმღერებთ ამ სიმღერასაც ერთად, ჩვენს ნაკრებთან ერთად. ველოდებით ნაკრებს იმედია ძალიან მალე მოვლენ. დამატებითი დრო დაიწყო უკვე. დამატებითი დრო დაიწყო კი. დამატებითი დრო ამოიწურება და არ მოვლენ მე დარწმუნებული ვარ პენალტების სერიაში ისინი შეგვიერთდებიან. მოვლე კი. თქვენ თვალყურსადენეთ პირდაპირ რეპორტაჟს უამრავი ადამიანია სავსეა მთელი თავისუფლების მოედანი რუსთაველის გამზირი. არა ეს კიდე ფენომენია, სასწაულია. მელიქიშვილი, ჭავჭავაძე, არ ვიცი, აი ასეთი ერთობა, ასეთი სიყვარული, დიდი მადლობა ბიჭებს, რომ აი ეს ემოცია და გრძნობა გამოიწვიეს. ძალიან გვიხარია ჩვენ ის, რომ ასეთი ტრადიცია, რომელიც ევროპაში დამკვიდრებულია, დღეს ჩვენს ქვეყანაშიც ფაქტია, რომ ვიხილეთ და ძალიან მაგარია და დარწმუნებული ვარ ბიჭებისთვის ეს ორმაგად სასიხარულო იქნება. დიმა, ხმა ნელ-ნელა გულშემატკივრებს გვიბრუნდება მგონი, ხო, მაგრამ დღეს არა, მე მაინც ცოტა მძიმეთა ვარ, მაგრამ კარგი მიკროფონი მაქვს და ისმის.
იმედია პირველი ვარჯიშებზე გუნდებში საასწრებენ. არავის არ უნდა გაშვება ჩვენი ნაკრების, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გუნდს ძალიან სერიოზული ესკორტი მოაცილებს. რა ვიცი, ყველა აბსოლუტურად მაინც ამ ხედა აჟიოტაჟი თავარი ესკორტი მაინც გულშემატკივარია და ქართველ ქომაგთან განშორება ძალიან რთულია, მოდი შევთავაზოთ. აბა ტელეფონები ავანთოთ, ერთი გავაკეთოთ კადრი დასამახსოვრებელი. აი ესე, აი რა სილამაზეა. დიდი მადლობა ქომაგებს, რომელთა როლიც, რომელთა მუხტიც არის აუცილებლად განსაკუთრებულად აღსანიშნავი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გაუმართ. თქვენ წარმოდგენა არ აქვს რა მაგარი კადრია. ძალიან ლამაზია. მთელი საქართველო გვადევნებს ახლა თვალს. რა ხდება აქ? და არა მხოლოდ. არა მხოლოდ საქართველო. სხვანაირად იმ არ შეიძლებოდა ჩვენს ბიჭებს სწორედ ასეთი დახვედრა ეკადრებათ. აი რაღაცა დიდი შუქები გამოჩნდა. ჩანს. გონი ჩანს. რა ვიცი, რაღაცა ჩანს კი. გონი მოდის უკვე მოგვიახლოვდა. ოდნა უკან ძალიან გთხოვთ, ოდნა უკან პატარებს ხედავ უკვე წვეშ. ხომაგებო, პარლამენტთან გამოატარეთ ავტობუსი. დიმა, დამატებითი დრო. მოიწურა. ეხლა წარწმუნებული ვარ, ამ ლოდინის შემდეგ აქ დაინგრევა ყველაფერი, უფრო მაგარი ემოციები იქნება კიდევ. შორის განსაკუთრებულ იყო იქ რაღაც ეხა საფეხბურთო ამბები, რა თქმა უნდა, პირველ შეხვედრაში, მაგრამ ჩვენი ქომაგი იყო ერთ-ერთი გამორჩეული. ესეთი ერთსულოვანი ქართული სიმღერებით, ყველაფრით ის, ყველა იმ კარგი თვისებით, რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენ წარვდგით აი ამ დიდ ფორუმზე, რომელსაც ქვია ევროპის ჩემპიონატი და ჩვენ ესეთ დიდ ტურნირებზე კიდევ არაერთხელ ვითამაშებთ, დარწმუნებული ვარ. მე ვარ საქართველოს ძიმა. გერმანიაში მე ვარ საქართველოს ამბობდა ყველა, არა მარტო ქართველი. ვასწავლეთ. კი, გამარჯობა. აი რო ითვლიან ხოლმე სტატისტიკას. სუპერ ვარსკვლავების რამდენი მაისური გაიყიდა და ასე შემდეგ. საინტერესო იქნება ჩვენი ნაკრების რამდენი მაისური, შარფი, დროშა, ატრიბუტიკა გაიყიდა. რომ ყველას აქვს მე მგონი უკვე საქართველოში და არა მხოლოდ. გერმანიაში სტადიონების, არ ვიცი, შეიძლება რომ არ გადავაჭარბოს 70%-ზე მეტი თითქმის სავსე იყო წითელი და თეთრი ფერებით. ჩვენი დროშის და ჩვენი ნაკრების მაისურის ფერებით და ძალიან მაგარია რომ დღესაც ამდენი დროშა ფრიალებს და ჩვენი ეროვნული ნაკრების მაისურებით არიან გულშემატკივრები მოსული. წინარიგებში განსაკუთრებით პატარები. თან ულამაზესი დროშა გორ, ულამაზესი. იმა რაღაცა მოჩანს შოუ. არ ვიცი ეგ მოჩანს დიდი ხანია და მე მგონი უცხო პლანეტელები გვაგვირდებიან. წარმოუდგენელი განწყობა. მოდი დაუძახოთ ნაკრებს. მოდით. მოდის ნაკრები თქვენ სანახავად. მოდი გადავავლოთ თვალი კიდე მიმდინარე ჩემპიონატს, ჩვენი ბიჭების გამოსვლა საქართველოს ნაკრებს ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები უნდა აღნიშნოთ. მოდი კიდევ ერთხელ შევახსენოთ ტელემაყურებელს, გულშემატკივრებს, ქომაგებს. გიორგი მამარდაშვილი აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში მეორე ადგილს იკავებს მოგერიებული აღებული გოლებით. 30 შეტევა მოიგერია, ხომ სწორად ვამბობ? 30 ბურთი აიღო ურთულესი. დავით
დავიწყოთ მოდი 26 მარტიდან ის მუხტი რომელიც იყო თელ საქართველოში აქედან დაიწყო აგორდა ეს ალღა და დღემდე გრძელდება თუმცა ეს წარმატება მოდის წლებია აი ამ შრომის შედეგია რაც შეეხება დრიბლიორებს ვიჩაკო არაცხელია გამორჩეული ჩვენ ბომბარდირზე ვთქვათ ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე რომელსაც 3 გოლი აქვს გატანილი ასეთი მაჩვენებელი არც ფავორიტ გუნდების ფეხბურთელებს არ დაუფიქსირებია რა თქმა უნდა არ დაგცალდა თორე კიდე გაიტანდა ფეხს მაგრამ გადავდოთ ჩვენი ძალიან მაგარი ძალიან სწრაფი ფეხბურთელები დღეს გამონაკლის უშვებენ და მოდიან ნელა თუმცა მგონი მათი დამსახურება ეს არ არის ალბათ ნამდვილად არ არის კომაგები მათ არ აძლევენ საშუალებას რომ მოგვიახლოვდნენ თუმცა მოვლენ და ნელ-ნელა დიმა ეხლა მართლა უკვე ვხედავ ეგ ეხლა თუ ავტობუსი არ არის მაშინ არ ვიცი ძალიან ნელა იმდენი წელი ველოდებოდით გასვლას ევროპის ჩემპიონატზე რომ ეს მოდინი ნამდვილად არაფერი არ არის. ეს არაფერს არ გვიწყვიტავს, თავარია რომ ეს ზღაპრის ბოლოს კეთილი იქნება სულ ცოტა ხანში. რა თქმა უნდა. ისტორიის წერა ბიჭებმა დაიწყეს ახლა და აუცილებლად ექნება ამ ისტორიას ძალიან მაგარი დასასრული. პერიოდში უნდა ვთქვათ ისიც რომ სხვა ქვეყნის კომენტატორების ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენ ვიხილეთ სოციალურ ქსელებში ტელეეკრანებზე ვიხილეთ როგორ გულშემატკივრობდნენ ხომ მეთანხმებით როგორ გულშემატკივრობდნენ საქართველოს ნაკრებს და ძალიან ემოციური იყო იმის ნახვა რომ ქართველებთან ერთად უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მოხიბლულები იყვნენ და ამაყები საქართველოს ნაკრების ასეთი თამაშით საქართველოს ნაკრების სადებიუტო გამოჩენით. კიდე ერთი რამე არ დაგვავიწყდეს თამაშის მერე კრისტიანო რონალდუმ რა თქვა? შევახსენოთ. ჩვენ წავაგეთ გუნდთან, რომელსაც შეუძლია გახდეს ევროპის ჩემპიონიო, ესე თქვა. აუცილებლად გახდება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს ძალიან დიდ წარმატებას და იმედი დავიტოვოთ რომ ევროპის ჩემპიონობასაც ვიზე იყო. იმხედა შტაბ-ეშტილებების ქვეშ იყო რომ თქვა ის ყველა არაფერს არ ამბობს. გულშემატკივრებო, ერთი თხოვნა გვაქვს, უკვე გვიახლოვდება მართლა ძალიან ახლოს არის ჩვენ ვხედავთ, ამიტომ ბილიკი რომელიც არის წინასწარ მომზადებული ნაკრებისთვის და ფეხბურთელებისთვის ნელ-ნელა გავათავისუფლოთ. იმ ბილიკი გამთავისუფლოთ ავტობუსს რომ შემოვიდეს. გავხსნათ ბილიკი და ავტობუსი უკვე ეს ხო ავტობუსი მოვამზადოთ ჩვენ ყველამ ტელეფონები რა თქმა უნდა. ჩავრთოთ გავანათოთ კიდევ ერთხელ უნდა გთხოვოთ რომ გავხსნათ ბილიკი ისტორიული კადრები უნდა აღბეჭდოთ ყველამ მეც უნდა გადავიღო ყველა გადავიღო მართალია მომწევთ ვიღაცა მერე ჩამიგდეთ მაგრამ მე თვითონაც გადავიღებ ჯობია ავანთოთ მობილურები და რას თავარია თქვენ უნდა გადაგიღოთ პირველ რიგში მოვიდა ავტობუსი უკვე სადებიუტო გუნდური და პერსონალური ისტორიული მიღწევები ჩვენ ვეგებებით საქართველოს ეროვნულ ნაკრებს
თავისუფლების მოედანზე. გაუთავისუფლონ გზა, ბილიკი გავხსნათ თუ შეიძლება საიდანაც ნაკრები შემოვა სცენაზე. ბილიკი გავანთავისუფლოთ, მადლობთ. მადლობა გულშემატკივრებო. წინას. კიდევ ერთხელ ნაკრები გამოუშვა. აკარჯობია ნახოთ ვიდრე ავტობუსში. გამოუშვით და აი აქ ვნახავთ ყველას. ეს ბიჭები სამშობლოში დაბრუნდნენ მხოლოდ თქვენთან შესახვედრად, იმისთვის რომ მადლობა გადაგიხადონ პირადად. დაღლით დაქანცულები ნაომარი ბიჭები, ნაბრძოლი ბიჭები, თავაწეულები. საქართველოს გაუმარ! 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 ეროვნულ ნაკრებს გაუმარ! 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 და გავხსნათ ახლა გზა და შემოუშვათ ნაკრები. თუ გამოვატარებ ძალიან მალე შემოვლეთ. მაგრამ რთულია ეს. ვერ ხედავ საერთოდ ქართალი გითხრა ავტობუსს, მაგრამ ჩაიკარგა ხალხში. ბილიკი გავათავისუფლოთ, ავტობუსის გამოსავლელი ბილიკი გთხოვთ. გვიახლოვდებიან. ახე რა წარწერა, ხედავ, ყვარა. ერთი ფოტო გადავიღოთ, თორემ გავიზდები და მოგიგებო. ყვარა აუცილებლად გადაიღებს ფოტოს. ძალიან მაგარია. თავში თუ იპოვე ძალა, სურს მომავლის კენცესო წარსულ შეცდომებზე სწავლა. თუ კი დაამარცხებს ისუსტე შენ ძლიერი ხარ, სანამ არ დაელოდები სხვას და საქმეს გააკეთებ ხავადია. მე ვერ ყველაფერი წაბაწინ, ვამტრავ გაფრთხოლებებს, რასაც ჩვენ წინაშე წაბაწყდით. თუ კი ვიცავ სიტყვა სუსტად, მაშინ ფარავს კალთახთვის. ვერავინ განაცებს ზირს და ამოვალს არასწორია წერს თარიღებს, შრომად გამწრავიჯებს. გასწარ მოუტანია და უკან ვერ წაიღებს. ჩვენ ხმას უწელა გაიგებს, დავდება კილო წაბარი. და ვიმეორებ ერთად ვართ და ყველაფერი მზადარი. ჩვენო ძალა ერთად გავართ. ჩვენო გვართ, ჩვენო ძალა ერთად გავართ. ჩვენო გვართ, შეხვედრა იწყება ცენტრიდან მანძილი კარამდე 2+1. თუ ერთი ერევა საკუთარ თავს მერე მიხვება ყველა დომინოს ეფექტი. თუმია თილი და მოგები ჟინი თუ გაკამოსილი რას ნიშნავს დავნილი ეს მომავლის სიტყვა დარგული ხილი ხო და ყველამ დარგოს თავის წინა წილი და სტიკავილი. ჩვენ უნდა ვითხომ შვილი მათო ხედავს ჩემი შვილი. კოლომბია ბრძოლა ნამდვილი ქართული სტილი. იცნობების და მარცხის დროს ერთნაირად გირის. ეცქვა გესმის მაგრამ გული საქართველოს ხვილი. მე უნდა ვითხომ შვილი მათო ხედავს ჩემი შვილი. კოლომბია ბრძოლა ნამდვილი ქართული სტილი. იცნობების და მარცხის დროს ერთნაირად გირის. ეცქვა გესმის მაგრამ გული საქართველოს ხვილი. ჩვენო გვართ, ჩვენო ძალა ერთად გავართ. ჩვენო გვართ, ჩვენო გვართ, ჩვენო ძალა ერთად გავართ. ჩვენო გვართ, ჩვენო გვართ, ჩვენო ძალა ერთად გავართ. თავში თუ იპოვე ძალა, სურს მომავლის კენცესო წარსულ შეცდომებზე სწავლა. თუ კი ძალიან უნდა გთხოვოთ გულშემატკივრებს, რომ ერთი ნაბიჯი დავიხიოთ უკან. წინ არიან ძალიან პატარა ბავშვები და ბავშვები მოდი სულად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. სულად ხდებიან წინ ბავშვები, დაიხიეთ ხო? დაიხიეთ. დაიხიეთ უკან. მოდით ნამდვილ ზეიმად ვაქციოთ დღევანდელი დღე ისე რომ არავის არაფერი არ დაუშავოთ.
გადავდეს. ჯობია ერთი ნაბიჯით დავიხიოთ უკან. აუცილებლად ნახავთ თქვენ საყვარელ ფეხბურთელებს. ერთად გავართ ავტობუსი მოედანზეა უკვე გაუთმოდგა შეხვედრა იწყება ცენტრიდან მოვიდა ნაკრების ავტობუსი ხედავ ყველა დომინოზე ბეწი თულია თილი და მოგები ჟინი თუ გაკამოსილი რას ნიშნავს დომილი ეს მომავლის სიტყვა დარგული ხსნიდა და სიყვარული წევდეს ბიჭებს საქართველოს ნაკრებს გაუმართ! 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 ერთად გავართ ჩვენ აკვართ ვაჯვენო ძალა ერთად გავართ ჩვენ აკვართ ვაჯვენო ძალა ერთად გავართ ასეთი სადებიუტო გუნდური და პერსონალური ისტორიით შემოგვიერთა საქართველოს ეროვნული ნაკრები თავისუფლების მოედანზე. დავай. საქართველოს ნაკრებს გაუმართ! 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 აკვართ ვაჯვენო ძალა ნიკა კვეკვესკირი ადამიანი რომლის გოლმაც ევრო 2020-ზე გაიყვანა ჩვენი ქვეყანა რა მაგრა დაარტყა ხო გახსოვთ ყველა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს ნაკრებს თითოეულ ადამიანს ვინც ჩვენს ქვეყანას ბოლო დღეების მანძილზე ასეთი დაუმიწყარი ხუთები და სიხარული მოუტანა კოჩორ რა მოწყენილი ხარ კოჩორ ნიკა კვეკვესკის თქო დამოვიდეს შენთა სცენაზე ნიკა კვეკვესკირი ეხლა მაინც გამოატარეთ
ნიკა მოდი მოდი 11 მეტრიანი გვა გასატანი მოდი დიდი გაიყვება დავაი კი გას მე არ არის ყველგან ეკრანი უკან დავიხურო შეხედე უკნიდან და კი აბა ყურადღებით ტაში შევედება ნიკა კვეკვესკირს ნიკა გამარჯობათ პირველ რიგში მოგესალმებით ყველას ძალიან დიდი მადლობა აი ამ ენერგიისთვის რასაც თქვენ გვაძლევთ და ამ გუნდის უდიდესი ძალა არის ის რომ თქვენს გულშემატკივრებს და ჩვენ შორის არის ძალიან მაგარი სინერგია და ძალიან დიდ მადლობას გიხდით ამისთვის. დღეს ცოტა უჩვეულო პოზიციაში ვარ, მე ამირჩიეს რომ ესე გამოვაცხადო გუნდი და მოკლედ ეხლა რა მოხდება ყველამ რო გაიგოთ. მე გამოვაცხადებ ფეხბურთელებს, ისინი სათითაოდ გამოვლენ და როგორც თამაშის დროს ხდება ხოლმე მე დავიძახებ სახელს და თქვენ ყველამ ერთად უნდა დაიძახოთ გვარი. რა თქმა უნდა. მოდი მე დავიწყებ ჯერ. ნიკა! 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 ეხლა გააგრძელე. ნიკა გითმობთ ეხლა. სურათები რო გამო. დიმა სურათები არის ხება? უნდა იყოს კი. სურათები რო ჩავდე. დაიწყე და ნიკა დაიწყე გამოცხადება. როგორი თანმიმდევრობა? როგორიც გინდა. არა. დაიწყე. თანმიმდევრობა შეიძლება ცოტა შემეშალოს. პირველად გამოვდივარ ამდენი ხალხის წინაშე და პირველად პირველად ხო? ადამიანის წინაშე ხარ ხო? ფურთის გარეშე პირველად ვარ. მოკლედ. ყველანი მზად ვართ? ბიჭების მზად არიან. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი თამაშის ჩამტარებელი გოლკიპერი. ჩვენი გუნდის უხუცესი გიორგი ლოია! გიორგი! ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ვიცე-კაპიტანი და ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მოთამაშე, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ. ნომერი 2 ჩვენი მარჯვენა მცველი ოთარ! მან ჩვენს დაცვაში ყველანაირი პრობლემა აღმოფხვა და კედელი ააშენა სხვა ფეხბურთელებთან ერთად. ნომერი 3 ლაშა! ამ ადამიანზე ცოტა განსაკუთრებული რაღაცეები გვინდა. შეძახილების ალბათ მე მგონი ყველა მისით ეს. ქართული ფეხბურთის ლეგენდა. არა, მერე გამოვაცხადო? კაი, მერე გამოვაცხადო. ვინა? მერე გამოვაცხადო. კაი, მერე იყოს. ტკბილი ლუკმა ბოლოსვე შემოვინახოთ. ჩვენი დაცვის კიდევ ერთი კედელი, რომელსაც უამრავი პრობლემა ჰქონდა ამ ევროპის ჩემპიონატის წინ, რომელიც შეიძლება თქვენ არ იცოდეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა,
ჩვენთვის გუნდისთვის და პირველ რიგში თქვენთვის ყველაფერი გაიღო. Solomon! 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 შეგვილია გრაფიკში ჩავждით გუნდის მოტორი ადამიანი Forrest Gump რომელიც იმდენს დარბის რომ ვერავინ ვერ ითვლის ყველაფერს დებს მოედანზე და ჩვენში გუნდში მუჩაჩოს ეძახიან გიორგი Bililukwa bolosთვის მეთქი და ეხა მოუწია ერთ-ერთს. ქართული ფეხბურთის და არა მარტო ქართული ფეხბურთის მთლიანად ჩემი აზრით და ალბათ თქვენი აზრითაც მსოფლიო ფეხბურთის სუპერსტარი ხვიჩა! ადამიანი რომელმაც თავი დაგვამახსოვრა ზუსტად თავგანწირვით რომელიც მოედანზე განახათ რომ თავით უვარდებოდა მეტოქეებს ჩვენი ნაკრებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის რომელმაც ასევე თავი დაგვამახსოვრა განუმეორებელი ცეკვით ამ ადამიანმა ერთი ევროპის ჩემპიონატი თქვენს წინაშე ითამაშა ბორის პაიჭაძის არენაზე და ყველაფერი გაიღო საქართველოს წარმატებისთვის. დღეს უკვე მეორე ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი ითამაშა, ამჯერად უკვე გერმანიაში და ისევ მაღალი დონე აჩვენა. სურიკო! მაყურებლისთვის ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე, რომელიც არა მარტო თავისი ტექნიკით, არამედ თავისი ბრძოლის უნარიანობით ძალიან გამოირჩევა და გამოირჩეოდა ყოველთვის. თქვენს წინაშეა გიორგი! მოდი ერთ საიდუმლოს გავახელ და გეტყვით რომ მიუხედავად იმისა რომ ეს ნაკრები ეროვნული გუნდი და ზოგადად ეს გუნდი გამოირჩევა პროფესიონალიზმით დღეს მივეცი თავისუფლება იმის გამო რომ შვებულება გვაქვს ცოტათი შევზარხოშებულიყავით ამიტომ ცოტა იუმორის იქნება ხანდახან და იმედია გაგებით მოეკიდებით თქვენს წინაშეა აბაშის შვილი გიორგი! ეხა გიგეშაა, ხო? ადამიანი რომელიც გუნდში და რა ხდება? არა, შენ არაფერი, შენ კარგად მიდიხარ. მიდი. ადამიანი რომელსაც
ჰიმნის შესრულებაში ბადალი არ ყავს. ლუკა! გუგეშაშვილი! ჩვენი კომაგების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე, რომელსაც შარფის გახსნაში ბადალი არ ყავს. დაუღალავი, ენერგიული გიორგი! რა არის კიდე? ეხა ნომერი 14-ის რო არის, ხო? ხო, ნომერი 14-ის რო არის? ნომერი 14 ჩვენს ეროვნულ ნაკრებში უკვე მიმებად იქცა და არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაში. ის ლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ჩვენი გუნდის ყოველ შემთხვევაში აღმოჩენა იყო, იმიტომ რომ სრულიად განსხვავებულ პოზიციაზე ითამაშა და თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთას ესე ანახებდა და არ ვიცი ეგ როგორ ხდება. ნომერი 14 ლუკა! ლუკაშვილი! არ მინდა წარსულის გახსენება და ისტორიაში ჩახედვა, მაგრამ ამ ადამიანმა ირანი დაიპყრო. გიორგი! ის ტანით პატარაა, მაგრამ ჩვენი გუნდისთვის განუსაზღვრელად დიდი არის. გუნდის ტვინი ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე ოთარ გიდაიშვილი! ამ ადამიანმა უდიდესი პროგრესი განიცადა ბოლო დროის განმავლობაში და მისი ენერგიით და ტექნიკით ძალიან ეხმარებოდა ეროვნულ ნაკრებს. გთხოვთ მივესალმოთ სანდრო აფთურაშვილი! თულია ხო ესე? ქართული გვარების ესე სინქრონში თქვა ცოტა. აი ორი აღილია მაგალითად. ეს ფეხბურთელი მარტის თამაშებში, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გახსოვთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გუნდისთვის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისი, რომ დღეს ყველანი აქ ვარ და აღნიშნავთ ევროპის ჩემპიონატს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე თვითონ თამაშმა არ მოუწია. ლევან შეგელია! ჩვენ გუნდში წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა, რომელიც ასევე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის თამაშებიდან დაგამახსოვრდათ ალბათ ყველას კარგი თამაშით და ჩვენს მათ შორის ნომერი 20 ანზორ ბექვაბიშვილი!
ამ ადამიანს სხვათა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია გოლი გატანილი და აი ამ ნაკრების, აი ამ ბიჭების და ვინც შემდეგში გამოვლენ, იმათი ოცნება არის ყველასი, რომ თქვენ გაჩუქოთ მომავალში მსოფლიო ჩემპიონატი. ეს არის ჩვენი ოცნება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ეხა კი მივესალმოთ დაუღალავი გიორგი ზიდაიშვილი გიორგი ზიდაიშვილი გიორგი ზიდაიშვილი გიორგი ზიდაიშვილი ჩვენი ბავშვის დროს მოვიდა ჩვენი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გაბრიელ სიგუა გაბრიელ სიგუა გაბრიელ სიგუა ადამიანი რომელიც თავისი პროფესიონალიზმით და დამოკიდებულებით თითეული ვარჯიშის თუ თამაშის მხრივ მაგალითს აძლევს სხვა დანარჩენებს თქვენ წინაშეა ჯიმი აბიძე აბიძე ჯიმი აბიძე ჯიმი აბიძე აბა ეხა აი ეხა ხურდება ეხა უნდა დაინგრეს აქაურობა ეხა უნდა დაინგრეს აქაურობა იმიტომ რომ ეხა უნდა გამოვაცხადო ადამიანი კედელი გაუვალი ციხესიმაგრე თქვენთვის ყველასთვის საყვარელი გიორგი მამარდაშვილი გიორგი მამარდაშვილი გიორგი მამარდაშვილი ბოლოსთვის ვიტოვებდით, მანამდეც ბევრი თბილი ლუყმები იყვნენ. მაგრამ ეხა მე მგონი ყველამ ერთად უდავიმღეროთ, იმიტომ რომ სცენაზე გამოდის თანამედროვე ქართული ფეხბურთის ლეგენდა, სუპერ კაპიტანი, სამაგალითო პროფესიონალი, ჩვენი გუნდის დაცვის ლიდერი და უბრალოდ ჩვენთვის ყველასთვის სამაგალითო ადამიანი და ალბათ ყველა მისით მერე რა უნდა ვიმღეროთ, მაგრამ ეხა მოდით გურამ გაშია გურამ გაშია გურამ გაშია გურამ გაშია გურამ გაშია ეგვანები ავადოთ გურამ გაშია გურამ გაშია კაცი ცისისხლიანი ნიკა ბურთის გარეშეც სცენაზე ამდენ ადამიანთან წარმოუდგენლად კარგად გააკეთე თავი. ჯერ არა, ეხა გიმნი არის. ბიჭები რჩებით სცენაზე, რა თქმა უნდა, ოღონდ ცოტა გადავიწიოთ და გვერდებზე გადავნაწილდეთ. და რა თქმა უნდა, საქართველოს სახელმწიფო ერთი წამით ჩვენ ბოდიში შეიძლება სცენარი ჩაგიშალეთ. არანაირი სცენარი. ჩვენ დღეს ვართ თქვენ. უბრალოდ ძალიან ბევრ ადამიანს მიუძღვის, რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაში წვლილი და ფეხბურთელები ჩანვართ. პირველ რიგში მინდა გადავუხადო ჩვენ სტაფს, რომელიც ჩვენ გვემსახურება და ჩვენთვის ყველაფერს აკეთებს, რომ მაქსიმალურად მომზადებულები ვიყოთ თამაშებისთვის თუ ვარჯიშებისათვის, მაგრამ აუცილებლად გამორსარჩევია ადამიანი,
რომელიც გახდა საქართველოს გმირი მიუხედავად იმისა, რომ ის ქართველი არ არის. რომელიც არის ჩვენი გუნდის წინამძღოლი, თქვენი რაშია ჩვენი მთავარი მსვლელი ვილი სანიოლი! ვილი სანიოლი! ვილი საქართველოს სახელმწიფო რაღაცა ხო ანუ ჰიმნის სიმღერა გვინდა მაგრამ ერთი წამით რომ მოგვისმინოთ რა ბიჭების იდეა არის ჩვენი ყველასი ბოდიში ხმისთვის ჩვენი იდეა არის რომ თამაშის წინ ჩვენ როგორც გავართ ერთმანეთს ხელს გადახვეულები ჰიმნს ესე იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს უზიარებთ იმ ენერგიას რომელიც შიგნით გაგვაჩნია და რომელსაც მე ვიყენებთ იმისთვის რომ საქართველოს ვემსახუროთ და მაქსიმუმი გავიღოთ მოედანზე თქვენს გასახარებლად. ყველას გთხოვთ რომ მოდი ესე დავდგეთ ყველამ ერთად ხელი შემოვხვიოთ ერთმანეთს და საქართველოს იმნი შევასრულოთ ჩვენს ბიჭებთან ერთად. ჩვენც ვასრულოთ. ნიკა გამოვაცხადო? ო რა, ეხა კი ბატონო. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. დიდი მადლობა ანსამბლი მართვე. მადლობა ანსამბლ მართვეს. მიდი. ერთი წუთი ძალიან დიდი ბოდიში როგორც მოსალოდნელი იყო ვერ ავწდი შეცდომებს, იმიტომ რომ დღეს აქ არ არის ორი ფეხბურთელი, რომელიც იყო ევროპის ჩემპიონატზე, გასაგები მიზეზების და გამო, იმიტომ რომ მოკლედ მე გაიგებთ ალბათ პრესაში, ერთ ჩემპიონატი აქ და მეორეზე პრესაში გაიგებთ ალბათ სასიხარულო ამბავს, თქვენთვის ყველასთვის. პირველი მოდი ყველამ ერთად ადამიანი რომელმაც ჩეხეთთან თამაში ყველაზე მეტად განიცადა და დღეს ძალიან ბედნიერია იმითი რასაც მივაღწიეთ. მოდი გავუგზავნოთ ამერიკაში ჩვენი სიყვარული და გავამხნევოთ ჩვენი სიყვარულით. საბა! ლოს-ანჯელესზე! საბა! ლოს-ანჯელესზე! საბა! ლოს-ანჯელესზე! კვეკვე! პოლოს! მომეც ბიჭო მიკროფონი. მომეც გურს. პოლოს ეხა და გავდივარ. გურს არ გადიხარ. პოლოს მინდა აუცილებლად გაუგზავნოთ ჩვენი სიყვარული ადამიანს, რომელზეც ვიძახდი რომ გაიგებთ სასიხარულო ინფორმაციას აშკარად. ძალიან დიდი მადლობა. მოდი ყველამ ერთად ძალიან ხმამაღლა ადამიანს
რომელსაც ძალიან უყვარს გოლები და უყვარს რომ არის ბომბარდირი გიორგი ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში დიმა ნიკა კვებესკირი ნიკას ვიერთადოთ და ჩვენთან გადექი ახლა კი სცენაზე ვთხოვთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კაბახიძეს გილოცავთ ყველას გილოცავთ უდიდეს წარმატებას უდიდეს სიხარულს რომელსაც ევროპაში უწოდეს ქართული სასწაული ვიდრე ჩემს სათქოს უტყვი მინდა ხოლმე სალომე ზურაბისთვის რომელსაც სურს ბიჭების დაჯილდოება ღირსების ორდენებით ხავთ მოგესალმებით სასწაულია დღევანდელი დღე მე ასეთი საქართველო მინდა გახარებული ამ ბიჭების სასწაულით მაგრამ სასწაული ასე არ მოდის ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული, რომ მიაღწიეს მიუღწეველს და ეს არის მხოლოდ საწყისი. მათ ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ძალიან დიდი მადლობა. მათი გულშემატკივრებისთვის და მე მინდა რომ თქვენი სახელით ერთობის სახელით რამე თუ ეს ჯილდო არის მთავრობის პრეზიდენტის და თქვენი ჯილდო რომელსაც გადავცემთ ამ ბიჭებს და უსურვებთ რომ გზა მათი გამარჯვების იყოს უსასრულო თქვენი სახელით ისტორიული სპორტული მიღწევის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის დაჯილდოვდნენ სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი გველესიანი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ლაშა დვალი, გუდუ ზივზივაძე, ოთარ კაკაბაძე, ჯაბა კანკავა, გურამ კაშია ხვიჩა კვარაცხელია, ნიკა კვეკვესკირი, სოლომონ კვერკველია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ლორია, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი მამარდაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, საბა საზონოვი, გიორგი ქვილიცაია, გიორგი კოჩორაშვილი, ლევა შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ციტაიშვილი, ვილი სანიოლი, ფაბეინ ბოუსო, დავით გვარამაძე, ადელ შელდი, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი, კახა ჭუმბურიძე, აკაკი ალადაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ნიკოლოს ჯღარკავა, ზაზა ზამთარაძე. ასევე ჯილდოვდებიან ოთარ გიორგაძე, გელა გუჩუა, გიორგი დვალიშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი დუღაძე, ლევან ზამთარაძე, კონსტანტინე თედელური, გიორგი კაციტაძე, ლაშა კუპრაშვილი, ბაჩანა კარლო ლაგვილავა, გრიგონ ლეჟავა, დიმა ნებიერიძე, გიორგი ქოჩლაძე, ირაკლი ჩიტაური, ლევან ხარაზოვი, მიხეილ აბრამიშვილი, გიორგი ბჟალავა, თენგიზ გულბიანი, დევიდ ვები, გიორგი ჩანგელია, დავით ხარაბაძე.
ღირსეულ ბიჭებს ღირსების ორდენები ულოცავთ თითოეულ მათგანს. ხარდაჭერა ქართული ფეხბურთის მიმართ აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სექტემბრიდან გვექნება ახალი სასწაული მატჩები სავსე ტრიბუნებით და რაც შეეხება მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გავიმერებ დაპირებას, რომ რამდენიმე წელიწადში, 2 წელიწადში ეს ბიჭები ითამაშებენ ახალ სუპერთანამედროვე სტადიონზე. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას. ასევე უნდა ვთქვათ, რომ პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ღირსების ორდენით ასევე დაჯილდოვდნენ ის ფეხბურთელები, რომლებიც არ იყვნენ საკვალიფიკაციო მატჩების განაცხადში. ესენი არიან ჯიმი ტაბიძე, გაბრიელ სიგუა, საბა ლობჟანიძე. აპლოდისმენტები. ძალიან კარგი გადაწყვეტილება. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს. ეხლა ისინი სცენაზე არიან და პირველ რიგში მოდით ყველამ ერთად ვუთხრათ კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რამდენი სიხარულიც მოგვიტანეს. ახლა კი მიკროფონთან თხოვთ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვილი სანიოლი მივესალმოთ. It's on. Coach, it's on. Vili. Garmajoba Georgia. Gamarjoba Sakartvelo. It's difficult to talk after the Prime Minister, after the President, after Nika Kveverskiri. ძალიან რთულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის და ნიკა კვეკვესკირის შემდეგ საუბარი. Just to say, 3.5 years, it has been a long way till now. მინდა მხოლოდ ის თქვა, რომ 3.5 წელი ძალიან დიდი აღმოჩნდა დღევანდელ დღემდე. It has been a lot of sweat, not for me, for the players. ძალიან ბევრი ოფლი დაიღვარა, ჩემი არა, მოთამაშეების. And I hope the next 3.5 years will be exactly the same, with exactly the same success at the end. Thank you. იმედი მაქვს, რომ კიდევ 3 წელიწადში იგივე შედეგს დავდგებ, თუ არა უკეთეს. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. და ახლა სიტყვა უნდა გადავცეთ ჩვენს კაპიტანს. გურამ კაშია. თქვენ ხარდაჭერას ყოველთვის ვცნობ და მინდა ერთხად ყველამ შეძახილით ჩვენი ქვეყნის სახელი ჩვენთვის იყო ძალიან განსაკუთრებული რამოდენიმე თვე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ესეთ ჩვენ გახარებულ ერს ხედავთ მიხარია რომ ამდენი სიამოვნება ამდენი ესეთი ემოციები მოვიტანეთ თქვენთან და თქვენი დამსახურებაა ძალიან დიდი თქვენ მოგვეცით დაჯარება და თავდაჯერება და ის სიყვარული რაც თქვენ გვანახეთ გვაჩუქეთ ეს რამოდენიმე თვის განმავლობაში არის ამისთვის უსაზღრო დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ეს არ უნდა იყოს რაღაცის დასასრული ეს უნდა იყოს დასაწყისი ამიტომ გაუმარჯოს საქართველოს
და ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. მოკლედ ჩვენ რასაც ხედავდით, ეს იყო უშეღავათო ბრძოლა მოედანზე, ბიჭების თავგანწირვა, ოსტატობა, ურთიერთგაგება, სიყვარული, ყველაფერი და ამ ბიჭებთან ერთად ის ხალხი, ვის მუხს ჩაუხრელად მუშაობს დღე და ღამე ნაკრებთან ერთად, თხოვს უყველას მთელ შემადგენლობას, სტამს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ყველას ამოვიდეთ. მოდი დოქტორ, მოდი. აი მომდადი, კაციტაძე, ყველა. კაციტაძე, მობრძანდი, გიორგაძე. შეფი. მადლობა. დიდი მადლობა. და ეხლა ისტორიულ ფოტოს გადავიღებთ. იმედია მედალითაც მოუყვებით. კი. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, დიდი მადლობა. ყველამ ერთად შეძელით ის, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ერთად ვიზეიმეთ და გადავიტანეთ. ძალიან დიდი მადლობა. აპლოდისმენტები. ესენი არიან ადამიანები, ვინც დაიწყეს ისტორიის დაწერა. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გაგვაერთიანეს მთელი ქვეყანა და რომლებმაც დაგვაჯერეს, რომ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დიდ წარმატებას. დიმა, აქა ვარ. მოდით კიდევ ერთხელ ავანთოთ მობილური ტელეფონები და კიდევ ერთხელ საქართველოს გაუმარ! გაუმარ! საქართველოს ნაკრებს გაუმარ! წინ მოიწიეთ! ძალიან ქვევით არჩახ. ძალიან დიდი გამარჯვებები გველის ყველას ერთად. ჩვენ ყავს ერთ მუშტად შეკრული ერთიანი გუნდი. სადმე ყავს კაპიტანი?
taxi gza iarები გაკრება თავისი გაუმარ დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს Thank you.